ლექსში მინდა სოლიდარობა გამოუცხადოთ თრიალეს და მის თითოეულ თანამშრომელს. ის რაც დღეს ხდება და რატომაც დღეს აქ შევიკრიფეთ, ამ კითხვებზე არის ძალიან მარტივი პასუხი. როდესაც ქვეყანაში ყალიბდება რეჟიმი, როდესაც ქვეყანაში ყალიბდება ავტორიტარული პოლიტიკური იდეოლოგია, თავისუფალ სიტყვას ებრძვის რეჟიმი. ეს არის ძალიან მარტივი გასააზრებელი. თრიალეთი აი ამ თავისუფალი სიტყვის ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელია და იმედი მაქვს, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ხანს გაგრძელდება. თრიალეთი არ იყო პროპაგანდისტული ტელევიზია, პროპაგანდისტულ ტელევიზიებში არის ისეთი ნარატივები, რაც რეჟიმს აწყობს. თრიალეთში არასდროს არ ყოფილა ისეთი ნარატივები, რაც რეჟიმისთვის იყო ხელსაყრელი და რაც მათ პროპაგანდას მხარს აუპოვდა და შესაბამისად სწორედ ეს მდგომარეობა ამან გამოიწვია. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არის თრიალეთი ამ დღეში, ეს არის რუსეთთან სიმჭიდროვე და თრიალეთის საოკუპაციო ამბების გაშუქება. საოკუპაციო ხაზთან სიახლოვე იმ მდგომარეობის გაშუქება, რაც საოკუპაციო სოფლებშია, იმ მოვლენების გაშუქება, როდესაც იტაცებენ ადამიანებს რუსები და შესაბამისად, რაც რუსებს არ აწყობს, ის არ აწყობს ქართულ ოცნებას. ბერძნულ მითოლოგიაში ამბების ღვთაება იყო ჰერმესი და ჰერმესი ყველაზე მეტად უყვარდა ზევსს. რატო უყვარდა? იმიტომ რომ ის იგებდა, ზევსი იგებდა ამბავს, თუ რა ხდებოდა საზოგადოებაში, რას აკეთებდნენ სხვა ღმერთები და ასე შემდეგ. ჰერმესი იმდენად უყვარდა, რომ შემდეგ ხალხში თქმულება დადიოდა, რომ ეს ჰერმესი იყო მედიცინის ღმერთით, მაგრამ სინამდვილეში არ ყოფილა მედიცინის ღმერთი. ჰერმესი იყო უბრალოდ ამბების ღმერთი. ამბავი, როგორც ასეთი, არის მნიშვნელოვანი. ამბავი არის ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც პოლიტიკაში, თუნდაც სახელმწიფო წყობაში, მაგრამ ამ ამბავს ყოველთვის აქვს რაღაც სარჩული და ამ სარჩულს ვერ აბავს დღეს ქართული ოცნება თრიალეთის ამბავს. შესაბამისად, ის ხდება, რაც დღეს რატომაც აქ შევიკრიფეთ. კიდევ ერთხელ სოლიდარობა თრიალეთს და მის თითოეულ თანამშრომელს.